მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო. პეკატივის ეთერში დღეს ვართ რუბრიკით საზოგადოება და სამართალი და მეორე რუბრიკა ეს გახლავთ რეალური ანალიზი. გადაცემა ძალიან საინტერესოა, ვფიქრობ უნდა გამოვიდეს საინტერესო გადაცემა და გადაცემაში ყავს სტუმრად დიდი ქართული გაერთიანების ორი თანადამფუძნებელი, ბატონი დემურ გიორხელიძე და ბატონი დავით ჭაბუკაშვილი და მე თვითონ ზაქარია როჭიკაშვილი. ამ რუბრიკების წამყვანი დღეს ასევე გახლავართ მესამე თანადამფუძნებელი ამ გაერთიანების. მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. გადაცემა მიეძღვნება დღეს ჩვენი გადაცემა რამდენიმე თემას უნდა მივუძღვნათ აუცილებლად და მინდა მოგახსენოთ რომ ეს გადაცემა გვინდოდა ჩვენ ჩაგვეწერა დებატის ფორმატით და გვინდოდა ამ გადაცემაში მოგვეწვია სადებატოთ ერთ-ერთი ახლად დაარსებული ორგანიზაციის წევრები, რომლებმაც ამ ეტაპზე რატომღაც უარი განაცხადეს ჩვენთან დებატებზე, ვერ მოიცალეს თუ მათ ინტერესში არ შედის ეს, არ ვიცი, ალბათ გაიგოვა მე მომავალში. მე მინდა რომ ჩვენ მაინც შევწეროთ გადაცემა, იმიტომ რომ კარზე გვაქვს მომდგარი არჩევნები, კარზე გვაქვს მომდგარი ამხელეთის დაცემის დღე 27 სექტემბერი და ამ თემებს მინდა რომ შევეხოთ. ეს არის საქართველოსთვის საჭიროებო და ძალიან ძიმე თარიღი 27 სექტემბერი. ეს არის სოხუმის დაცემის დღე და ფაქტიურად ამხელეთის დროებით ვიმედოვნებ რომ დროებით დაკარგვის თარიღია. პირველი თემა, რომელიც შეეხება და მინდა დავიწყო ჩვენი უბრალოდ დავაანონსოთ ჩვენ ესეთი აქცია 27 სექტემბერს, ჩვენი გაერთიანება ძვირფას ტელემაყურებლებო, ძვირფას თანამემამულნენო, ჩვენ ვაპირებთ 27 სექტემბერს აქციას და ეს აქცია იქნება გასინჯვაც ჩვენი ძალების ჯერჯერობით მწირი ძალების, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ჩვენ ძალიან მალე გავხდებით ბევრნი და იმ ნოდარდუმბაძეს არ იყოს, მალე მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით. 27 სექტემბერს გაიმართება აქცია მოთხოვნებით. მე მინდა რომ წინასწარ ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს ეს მოთხოვნები, ძირითადი მოთხოვნები. ეს არის საქართველოს კანონიერების აღდგენის მოთხოვნა, პირველი უპირველესი, რაც ჩვენ აუცილებლად გაერთიანებს კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა, ეს არის ზუსტად კანონიერების აღდგენა. საქართველოში ეთნიკურ ქართველებს ძალიან მძიმე და გაუსაზრისი დღეები უდგათ. დღეს და დღითი დღე უფრო და უფრო მძიმდება ეს დღეები, ეს მათი ყოფა ცხოვრების პირობები და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ კარგად ვიცით, როდესაც იძულებით გადაადგილდნენ აქედან ხალხი და უცხოეთში წავიდნენ, უცხოეთის განვითარებულ, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს არ ქონდათ მაშინ ორმაგი მოქალაქეობის ინსტიტუტი და დღესაც ბევრს არა აქვს. ამიტომ ვინაიდან იქ მოქალაქეობა მათ მიიღეს, რა თქმა უნდა, თავისთავად გაუქმდათ საქართველოს მოქალაქეობა და ეს ხალხი ეხლა როდესაც სურვილს გამოთქვამენ რომ დაბრუნდნენ საქართველოში, მათ რაღაც უცნაურ გამოცდებს უწყობენ ქართულ ენასა და ქართული ისტორიის საქართველოს ისტორიაში. ამ გამოცდებს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ ბევრი აბარებს კიდევაც წარმატებით, მაგრამ მე იქ არის კიდე რაღაცა უცნაური ბარიერები, ყოფილ მეზობლებს დაივლიან ვითომ, ეკითხებიან მათ რამდენად სანდოა ეს ადამიანი, როგორ არის და ვის ეკითხებიან კიდე ეს ღმერთმა იცის და მე ბოლოს ეუბნებიან პასუხს რომ ისიც რა ყველაფერი კარგად გაიარეთ, მაგრამ აი ვიღაცა მეზობელმა თქვა რომ თქვენ თურმე არასანდო ადამიანი ხართ საქართველოსთვის და ამის ერთ ვიღაცის რაღაც ნათქვამზე თურმე
უარს ეუბნებიან მოქალაქეობაზე იმ დროს, როდესაც ბინადრობის უფლებებს აძლევენ ყველა უცხო ტომებს თუ კი ვინმე შემოდის აქ და ჩვენ ეჭვი რო გაგვიჩნდა ეს ეჭვი თანდათან მიმტკიცდება რომ არსებობს სპეციალური სამსახური დღევანდელ ჩვენს ქვეყანაში რომელიც საბუთებით ამარაგებს ამ უცხო ტომელებს რომელმაც არც ქართული იციან მით უმეტეს საქართველოს ისტორია საერთოდ იციან და რა თქმა უნდა არც არავინ არ იცნობს მათ აქ და ვერც ვერავინ ვერ იტყვის მათზე სამდოა თუ არ არის სამდო და მაგრამ ეს ხალხი ადვილად ღებულობენ ბინადრობის მოწმობს და ხანდახან მოქალაქეობასაც ბინადრობის მოწმობა ყველამ კარგად იცის რომ ნიშნავს აქ სამსახურის მოპოვების უფლებასაც და დღეს თუ გადავხედავთ ჩვენ დაუშვათ ისეთ სამსახურებს როგორიც არის დაუშვათ გლოვო როგორიც არის ის სულ რაღაც 6-7 თვის წინ ამ სამსახურებში აი პატარა სკუტერებით რო დარბოდნენ ბავშვები და ფულს შოულობდნენ იმათ ნაცვლად უკვე პაკისტანელები, ინდოელები და ნიგერიელები დადიან. ტაქსებს ფაქტიურად ისინი ნელ-ნელა ავიწროებენ ჩვენს თანამოქალაქეებს და თანამემამულეებს. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ამაზე ხმარი ამოსაღები და მარტო ეს ერთი თემაც საკმარისია იმისთვის, რომ აქცია მოეწყოს. მეორე და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი საქართველოსთვის დღეს რაც დგას ეს არის საქართველოს მიწებით უპრაკონო ვაჭრობა. სახელმწიფო პირდაპირ საქართველოს მიწებით ახდენს ვაჭრობას ჩართული აღებმიცემობაში და ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე ნიკოლ ორთქიფანიძის მინიატურა, რომელიც 1904 წელს არის დაწერილი და თუ წაიკითხავთ, თითქოს დღეს არის დაწერილი ეს საქართველოსთვის, საქართველოს მიწების პრობლემას ოდითგანვე თურმე ყოფილა ესეთი ძალიან მძიმე ქართველებისთვის. დემოგრაფიული საკითხები ამასთან არის პირდაპირ კავშირში და ასე შემდეგ. მე ბევრი რო აღარ გავაგზავნო, ცოტა გზელი შესავალი გამომივიდა ჩემო ბატონებო, ამიტომ აი ამ 27 სექტემბრის აქციასთან დაკავშირებულ ამ საკითხებზე მინდა რომ პირველი სიტყვა გადავცე ბატონ დემურს, დემოგრაფიასაც შეეხება ბატონ დემურ და ეს პასპორტები, მოქალაქეების პასპორტები, ბინადრობის მოწმობები და საქართველოს მიწების გაყიდვაზე ორი სიტყვით მინდა. მადლობა. მოგესალმებით. ვფიქრობ რომ ის მდგომარეობა შეგვექმნა, როცა აბსოლუტურად ცივი გონებით უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი, ვიფიქროთ ყოველგვარი ემოციების გარეშე, გავიაზროთ სიღრმე ჩვენი პრობლემებისა და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მემკვიდრეობითობის პრინციპებს არ გაცდეს, შესაძლებელი იყოს აქ ქართულთა კულტურის გაგრძელება, ახალი თაობისთვის ამ ყველაფრის გადაცემა, შემდეგ ისინი დროის შესაბამისად თავად გააგრძელებენ, მაგრამ ჩვენ ეს ფუნდამენტი დავაყენეთ კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ 7-8 წლის შემდეგ ასეთი რამ თუ გაგრძელდება, რაც დღეს არის ქვეყანაში, რომ ქართველები აქ ეროვნულ უმცირესობაში არ იქნებიან გადაყვანილი, სადაც აშკარად გამოჩნდება მათზე დომინაცია და ვერანაირ გადაწყვეტილების მიღებაში ქართველებს რაიმე გავლენა ვერ ექნებათ. ჩვენ ბოლო 35 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ქართველთა განწყობის შედეგები იქნა ასახული. ცდარი ზოგჯერ არამცდარი, ამაზე ახლა არ ვსაუბრობ, მაგრამ ეს იყო ქართველთა გადაწყვეტილება. ყველა ხელისუფლება, რომელიც საუბედუროდ ერთი ხელისუფლების გარდა, რომელიც დამხობილი იქნა სამხედრო ძალით და გაგვიჩნდა კოლოსალური პრობლემები, ვერც ერთმა ხელისუფლებამ იმდენი ვერ გააკეთა, რომ კარგი, ასე მოდი, ისე მოდი, ხო, რაღაცა ხო უნდა შეძინო ამ ქვეყანას. რაღაცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამე ხომ უნდა მოაგვარო, რომ ხელისუფლებაში ყოფნის გამართლება შეიძლებოდეს. ამ ტრაგედიის შემდეგ მოხდა ორი უზარმაზარი ტრაგედია,
სოხუმის დაცემა, რომელიც კიდე გეუბნებით, არანაირი უცხო ძალის გავლენას არ შეეძლო ამ ტრაგედიის მოწყობა, რომ არა ქართველთა შიგნით არსებული ღალატი, მანქურთული ღალატი და ამ ღალატმა მოგტეხა ისეთი კისერი, რომელიც თუ ჩვენ ვერ გავისწორეთ, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა ქართულ კულტურაზე, ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, იმიტომ რომ აფხაზეთი არ არის მხოლოდ ტერიტორია. ეს უზარმაზარი ქართული კულტურის სუბკულტურა არის ერთ-ერთი მძლავრი, ისეთი როგორც იმერეთში, კახეთში, მთაში და ასე შემდეგ. სამეგრელოში და ასე შემდეგ. მიუხედავად გარკვეული რთული ურთიერთობებისა, მუხაჯირობის დაწყების შემდეგ ჩვენ მაინც რაღაცნაირად ვაბალანსებდით ამას, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა აფხაზები უნდა შემოგვეყანა ქართულ პროექტში, ჩვენ შეცდომა დავუშვით და მივიღეთ ის საშინელება, უწვრილმანეს დეტალებში მოვადრო და ჩვენ გავივლით ყველა ამას, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, რატომ გაიცა ისეთი ბრძანებები, ეს ერთი ტრაგედია და მეორე ტრაგედია 2008 წლის ტრაგედია, რომელიც თავისი სიმწვავით და თავისი ტრაგიკულობით საერთოდ არ ეწერება იმაში, რომ საკუთარმა ხელისუფლებამ შეიძლება დაუშვას ამ მასშტაბის შეცდომები, რომელიც ჩვენ როგორც აფხაზეთის და ცხინვალის მოვლენები გაგვითამაშეს, იმიტომ რომ სისუსტეები დაგვიჭირებს, ჩვენმა არაკეთილმა სისუსტეები ჩანერგეს დიდმა გეოპოლიტიკურმა ინტერესებმა, დიდმა გეოპოლიტიკურმა პროცესებმა, ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ტანჯვა ფაქტობრივად ერთ-ერთ უდიდეს ძლავ ეკონომიკურ ვებხვად გადაქცევის ნაცვლად, რომლის ყველანაირი საფუძველი საქართველოს ჰქონდა და ამას დასავლელი ეკონომისტებიც აღიარებდნენ, მე ჩემს მონოგრაფიაში მაქვს სტატიები მოტანილი, ჩვენ ვებხვის ნაცვლად ყველაზე დაცემულ ქვეყნად გამოვედით, გავაღარიბეთ ჩვენი მოსახლეობა, გავძარცვეთ ეკონომიკა თავიდან ბოლომდე და მივიღეთ სრულწუნა. დიახ. ესე იგი, შედეგად ჩვენ მივიღეთ ხელისუფლებები, მე არაფერს ვამბობ იმ ტრაგედიაზე, რასაც ქვია შევარდნაძის მობრუნება, რომელიც უახლოესი ქართული ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედია. შემდეგ კი დღესაც შევარდნაძის ეპოქაა, არც წინა ხელისუფლება, არც დღევანდელი ხელისუფლება არ წარმოადგენს რაიმე სხვას, გარდა შევარდნაძის ეპოქისა. შევარდნაძის ეპოქა აგრძელებს ინერციის სხვას. მე რატომ ვამბობ ასე თამამად ამას, იმიტომ რომ პარლამენტში ვიყავი, როცა როგორ ფორმირდებოდა ის რომ იტყვიან მასკარადი, რომელსაც ვარდების რევოლუცია დაარქვეს, მე შესანიშნავად ვიცი, რას ეყრდნობოდნენ ეს ლიდერები, ვინ იყო, ვინ კვებავდა ყველაფერ ამას, შემდეგ კი 2012 წელს უკვე ხალხის განწყობის მოტყუების გზით ჩვენ მივიღეთ კიდე ახალი ტრაგედია, რომელიც ქვეყნის მუსულმანიზაციაზეა გადასული, რომელიც ყიდის თითქოს მისი მამული იყოს ქვეყნის მიწებს, ქვეყნის მიწები არ ეკუთვნის არავის, ეს არის საქართველოს საკუთრება, ეს არის ყველა იმ ქართველის საკუთრება, რომელიც დღეს ცხოვრობს და მომავალში იცხოვრებს აქ. თუ შენ უყიდი მიწას, შენ ქართველებს ფაქტობრივად მიანიშნებ, რომ მათთვის ეს ქვეყანა დაიხურება მალე და ჩვენ აქეთკენ მივდივართ. ბატონმა ზაქარიამ ახსენა, როგორ შემოდიან აქ მიგრანტები, ეს არის ძალიან მკაცრად ორგანიზებული, შესანიშნავად აწყობილი მექანიზმი, წინა და დღევანდელი ხელისუფლების 70-მდე ფირმა იმ კონვენციის საფუძველზე, რომელზეც ხელი მოეწერა 2019 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ გამზადებულ დოკუმენტაციას ახვედრებს აეროპორტში მიგრანტებს. მიგრანტები შემოდიან შესაბამისი ქვეყნების სპეცსამსახურებისთან კონტაქტის შემდეგ, იმიტომ რომ შემთხვევით აქ ვერავინ ვერ შემოვა. შემთხვევით როგორც კი გათავისუფლდა ქართველისგან ადგილი საქართველოში, წუთში შემოდის, იმიტომ რომ ყველაფერი მკაცრად კონტროლირებადი.
ეკონომიკა მონგრეულია, სოფლის მეურნეობა მონგრეულია, ფანტასტიკური სოფლები, რომლებიც უნიკალური საცხოვრებელი ადგილებია და არსებობს და დამუშავებულია მთელი კონცეფცია თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს საოცარი ადგილები, არა მხოლოდ აგრარული წარმოების, არამედ სწორედ არასასოფლო სამეურნეო განვითარების გზით ამ საოცარი ეკოსისტემებისა, რომლებიც არა უბრალოდ სოფელი, არამედ სოციალური გარემოებები არიან და მასში ძალიან დიდი სიღრმეა ჩადებული. რა გვაქვს? კატასტროფული დემოგრაფია, რომელზეც ხელისუფლება მე-13 წელი არაფერს არ საუბრობს. 13 არა, 33 წელია. დიახ. 33 ამ წინა ხელისუფლება გასაგებია ამ თემას რომ არ დაძრავდა, იმიტომ რომ მისი მიზანი იყო სწორედ ის მზაკრობა. მან დაიწყო ზუსტად. ჩვენ კარგად ვერ გაგვიგია, რომ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ფარული ამოცანა იყო მთელი საქართველოს მოსახლეობის 10 ურბანულ ცენტრში განთავსება. დიახ, ბატონო. რატო? მართვის თვალსაზრისით ეს არის ბრწყინვალე რამ. რატო? ერთი და მეორეც ის რომ განთავისუფლებული იყო ტერიტორიები ბატონ დავით, რომელსაც მერე დაიწყებოდა აღებიცემობა. ესე იგი, მიზანი რა იყო? ქალაქი მართვისთვის იოლია, აქ სამუშაოს პრობლემებია, სამაგიეროდ ბორდელები, კაზინოები, ნარკოტიკები, ამიტომ შეიძლება გათქვიფო ეს ხალხი ასოციალური გახადო მართო, იქი გამოანთავისუფლო ფანტასტიკური რესურსი და მე წარმოვიდგინეთ ახლა ჩემი ძირით სოფელი ძეძილეთი რომ ცარიელდება არა და საოცრებარი ზევით გორდია მთაზე 2 კილომეტრში არის ოკაცეს ცნობილი კანიონი და ასე შემდეგ ნებისმიერი შეიხი რაც გადაიხდის ამ სამოთხეში ხო აი ეს იყო მიზანი ეს მიზანი დღეს სხვანაირად სრულდება კი ბატონო რა კი 10 ურბანულ ცენტრში არ ათავსებენ მაგრამ ისეთი პირობა შექმნეს რომ ქართველი იძულებულია გაიქცეს აქედან მისი სასიცოცხლო მინიმუმი რომ ამ აყვავებულ და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში კმაყოფილდებოდეს, ხო, მაშინ არ წავიდოდა. ესე იგი რა გამოდის, ქვეყანა ვითარდება, მთლიანი შიდა პროდუქტი თურმე იზრდება, ეკონომიკა ყვავის და ეს ესე იგი და ქართველი ვერ ცხოვრობს. უსულო და უგულო ქართველი გარბის თავისი ქვეყნიდან რომ ევროპულ სამოთხეში იცხოვროს და იქ ჯოჯოხეთური სამუშაოები შეასრულოს. დიდი 1% თუ გავიდა რაღაც მოდი ასე ვთქვა წმინდა ყალბი აპლომის გამო თორე დანარჩენი წავიდა იმიტომ რომ ხელისუფლებების მიერ შექმნილი კოლონიალური საბანკო სისტემის მეშვეობით სად არის საბანკო სისტემა ეს არის სამებახშეო სისტემა სოფლიოში არ არსებობს ისეთი ნორმები საბანკო მოგებებისა, რომელიც არსებობს საქართველოში. ყველა საბანკო სისტემა არის უცხოელი მფლობელების ხელში, მთავარი ნაწილი საკუთრებით და საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც უნდა ახერხებდეს სახელმწიფო პოლიტიკას ფულად საკრედიტო ან ეგრეთ წოდებულ მონეტარულ პოლიტიკაში, თავიდან ბოლომდე არის მხოლოდ პაიკი და მომსახურე ამ საბანკო სისტემისა, რომელიც ძარცვავს ქვეყანას. სხვა მხრივ სოციალური მდგომარეობა, საშინელება თბილისი გადაქცეულია კი ვხედავთ რა ახლო აღმოსავლეთში და არაფულ ქვეყნებში მე ქართველებს საქართველოს ჩვენი გაერთიანება არის საღი ქართველებისთვის, საღი ქართველებს ეფუძნება თბილისი გახდა სექსუალური ტურიზმის ცენტრი აფრიკისა და არაბული ქვეყნებისათვის. აი, სადაც ჩვენ ავართ ახლა რუსაველის 18 ნომერში დაახლოებით 1 კილომეტრის რადიუსით, აი ასე, რომ შემოვხაზოთ 40-მდე ბორდელი არის, სადაც ყველანაირი მომსახურება მიმდინარეობს და ეს არის ფაქტობრივად იქამდე მიყვანა ქართული ღირსებისა, რომლის შემდეგაც თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევეგუებით, ჩვენ დავკარგავთ ამ ქვეყანას.
ქართველთა დიდი გაერთიანების ერთადერთი მიზანი ჩვენ არა ვართ პარტია, ჩვენ არა ვართ მოძრაობა, ეს არის ყველა საღი ქართველის შემოკრება, დადგომა ერთად, ძალად ქცევა, რომ ვინც არის ხელისუფლებაში, იმათ უთხრათ, ეს არის ქართული ხალხის მოთხოვნა. აკეთებ? კი ბატონო, გააკეთებ. არ აკეთებ? მაშინ ნახოთ ამ ძალას როგორ დაუპირისპირდება ეს ბელადი, ის ბელადი, ეს პარტია, ის პარტია. ამიტომ ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა, ჩვენ გვინდა ფანტასტიკური ქართული კულტურა, ჩვენ გვინდა საოცარი ქართველი ახალგაზრდები ამ კულტურის წიაღში გაიზარდონ, ძალიან განათლებული, ყველა კულტურის პატივმცემელი და კიდევ უფრო გამდიდრებული ამ თავისი ცოდნით, ჩვენ გვინდა მემკვიდრეობითობის შენარჩუნება, მოკლედ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა. ერის შენარჩუნება გვინდა. დიახ. ამის საფუძველი რომ არ ქონოდა ჩვენ რომ გამოსულიყავით აქტიურ მოვაწეობაზე და რომ ხედავდეთ რომ არსებობს ხელისუფლება, არსებობდა ხელისუფლებები, რომლებიც იდეალური არაფერი ამ ქვეყანაში რაღაცებს აკეთებენ, რაღაცებს ვერ აკეთებენ, რაღაცებს აკეთებენ, რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ ქართულს არა. ხო. ესე იგი, ქვეყნიც მაგას ვამბობ, სწორედ ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის ჩაძირული კორუფციაში. კი ბატონო. ამდენი წელია ვიძახი, როგორი შემოხტომები არ მქონდა ამ ვითომ ქოცებისა. ბიჭო, ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაში და ქოცი იყო სამარცხვინო არ არის, ან თუ მინდა ნაცი იყო, ხო? მაგრამ მე ეს ყველაფერი ხედავდი, კარგად ინფორმირებული ვარ და დღეს გამოდის, ვიღა უნდა დაიჭირონ, ახლა პრემიერ-მინისტრებს თუ დაიჭერენ, რა, როცა პრემიერ-მინისტრები იყვნენ, მაშინ რო იპარავდნენ ფულს, სად იყვნენ? სად იყვნენ? სად იყო ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრი? კი ბატონო, გეთანხმებით. მიშა სააკაშვილის 500 მილიონს რო აპრავებდა და თავისთვის მიიწერა. მე მეორე დღეს ჩემს კაბინეტში, ჩემს სტატიებზე და წიგნებზე მომუშავე კაცმა მეორე დღეს მე ვიცოდი და დაუშვათ ხელისუფლებაში ვიღაცამ არაფერი არ იცოდა და სპეცსამსახურებში. აი ეს არის ჩვენი ტრაგედია. ამიტომ ჩემი მორჩილზე მორჩილი თხოვნა არის 27 სექტემბერს არა ქართული დიდი გაერთიანების ინიციატორების პატივისცემით მოდით იქ. რა თქმა დიდი პატივისცემა მამულის პატივისცემისთვის. ამ ქვეყანას დაუდგეთ გვერდი. ამ ქვეყანაში დღევანდელმა ხელისუფლებებმა ეგრეთ წოდებულმა ტრაგიკომიკურმა პოლიტიკურმა ძალებმა თუ არ იგრძნეს რომ ქართველები არის ძალა რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს ურემი რო გადაბრუნდება მერე გვიანი იქნება. დიდი მადლობა. გაიხარეთ ბატონ დავით ცოტა დაგვეჩაგრეთ. არა, ძალიან საინტერესო. მაგრამ მე მინდა რომ თქვენს პატარა კომენტარივით გააკეთოთ და გადავიდეთ მე ეხლა უსმენდი ბატონ დემურს და ძალიან საინტერესო საუბრობდა და დახატა ნათლად ის სურათი თუ რამდენიმე მდგომარეობაში ყოფებით. სწორედ აი ამან გვიბიძგა ჩვენ გასული წლის ბოლოს შეგვექნა ეს ქართველთა დიდი გაერთიანება, რომლის დევიზი არის მამული ენა სარწმუნოებისთვის და აქ ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ ფაქტიურად მამულს გვართმევენ, სარწმუნოება უმძიმე მდგომარეობაშია და ენა ახლა რა მდგომარეობაში ამის აღწერა შორს არ უყავს აზრიც არ აქვს ყველა ხლებით რა ძიმე მდგომარეობაში ვართ ხელი და გვეცლება ქვეყანა აი ამის გამო შეიქმნა ეს გაერთიანება ეს არის არარეგისტრირებული არაპარტიაზე პარტიული ქართველი ხალხის გაერთიანება გულისხმობს იმას რაც მტერმა იმუშავა ჩვენზე რომ დავეყავით ისდებად აი ჩვენ მის საწინააღმდეგოდ ვაკეთებთ იმას ამ ტრების საწინააღმდეგოდ ქართველი ერის ტრების საწინააღმდეგოდ რომ გავაერთიანოთ ქართველი ხალხი. ეხლა 27 სექტემბერს ჩვენ აი ამ დიდ დღეს ჯვართამაღლების დღეს სხვათაშორის ჯვართამაღლება ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია და ჩვენი გაგებით ქართველების გაგებით აი სულით ჩვენს სახელმწიფოებრივ ძლიერებასაც უკავშირდება, ჩვენ
ქრისტიანობის გარეშე ვერანაირად ვერ გადარჩებოდეთ ქართველი ხალხი და ჯვრის გარეშე. ჩვენთვის ეს თარიღი უმნიშვნელოვანესია და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, მე მინდა უთხრა ქართულ ხალხს 27 სექტემბერს ჩვენ პრაქტიკულად ქართულ სახელმწიფოში შემოგვაქვს ახალი ცნობიერება, ახალი მოძრაობა, ქართველთა გაერთიანება მამული ენას არწმუნოების დასაცავად. და მე არ ამგონია ჭეშმარიტი ქართველი, ჭეშმარიტმა რომელიმე ქართველმა, ვისთვისაც ძვირფასია ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე აი ამ მიმართულებაზე და ამ მოძრაობაზე უარის თქვას. აი ამისთვის მოგიწოდეთ ჩვენ 27 სექტემბერს ვართამაღლებას 15 საათზე მეტრო რუსთაველთან დანარჩენს იქიდან დავგეგმავთ, წინასწარ დაგეგმა არ გვინდა ჩვენ თუ რა და როგორ იქნება, იმიტომ რომ ჩასაფრებულია რეჟიმი, არასოდეს არ გვინახავს ჩვენ რომ 20-21-ში ვფიქრობდით ამის გაკეთებას, მაგრამ 20-21 სექტემბერს ჩვენ არასოდეს გვინახავს თბილისში პირიქით ოქტომბრის შუა რიცხვებში იყო ხოლმე, მაგრამ რასაც საინტერესოა ზუსტად ჩვენ ვთქვით რომ 21-ში უნდა გადმოიტანეს, 2 თვით ადრე გადმოიტანეს თბილისში. ჩვენ 2 თვით ადრე დავაფიქსირეთ ეს და აი ერთი კვირა რაც გადმოიტანეს და ზუსტად. და იქაც ძალიან ის იყო, ჩვენ მაშინა ძალიან გვეწყინა და ძალიან ცუდად მოიქცე, როდესაც ლუდის ფესტივალი გაგვიანონსეს დედაენის ბაღში, ხო და დედაენის ბაღს მანაირი მოპყრობა უნდა და იქ ლუდისა და ესეთი თავშეყრისწინი არ უნდა იყოს. ხო, აი სულ ეს მინდოდა მე თქვა ქართველებისთვის უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, მეგობრებო, საიტაც გავიხედავთ, ეხლა მე ნახე ერთ-ერთი სასტუმრო, ესე აქეთ და იქით ესე გზისაკეთ და გზის კითხარეს ორთაჭალაში ვნახე ასეთი ორი სასტუმრო, არც ერთი ქართველი არ არის საერთოდ. ინდოელები, უკრაინელები და რუსები. მხოლოდ და მხოლოდ უცხოელები. ეხლა იცი თქვენ რომ მიდის ამოდენა კორპუსების მშენებლობა, ეს ბინადრობის მოწყობის გაცემა, ამიტომ აწყობთ. ვიღაცა შემოდის ფულიანი, დიდძალი ფულით, 300,000 საკმარისია, მაგრამ მილიონები აქვს. მთლიანად კორპუსებს ყიდულობენ და შემოყავთ თავიანთი ხალხი. 186,000 ბინა. ეს ცოტა უკანდელ მონაცემს გეუბნები. ჩვენ უმძიმე მდგომარეობაში ვარდებით ქართველიერი, ამიტომ ჩვენ 27 სექტემბრიდან ჯვართამაღლებიდან ვიწყებთ ქართულ სახელმწიფოში, აი ამ ქვეყანაში ახალ ეტაპს, ახალ დიდ ეროვნულ მოძრაობას. შემოგვიფასო დიდი მადლობა ბატონ დავით და მე მინდა ერთი რამ დავამატო ამას ყველაფერს. ბატონ დემურმა ფაქტიურად მიმოიხილა დღევანდელი საფრთხეები და მე მინდა ჩვენ მაყურებელს უბრალოდ შევახსენო. ამ საფრთხეების საფუძველი იწყება 90-იანი წლებიდან, როდესაც ქართველ ხალხს, ცოტა არხეინა ხალხია ქართველი ხალხი, ქართველ ხალხს ეროვნულ საზოგადოებაზე ათქმევინეს უარი და შეაჩეჩეს სამოქალაქო საზოგადოება. როდესაც ამოიღეს ეროვნების აღნიშვნელი სიტყვა პასპორტებიდან, თითქოს რაიმეს უშლის განვითარებას, თურმე უშლით ხედავთ ხელს. იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება ეროვნულ თვითშეგნების მოქალაქეებს არ გულისხმობს. სამოქალაქო საზოგადოება ნიშნავს კანონმორჩილ და გამიშნულობა რა როგორ კანონს დაწეს სწორს, ხარს, უკეთეს ძალიან სულ სამართალზე არ არის საუბარი. სამართალზე არის კანონმორჩილებას ნიშნავს და ამ ეს ზოგიერთი ძალიან დიდი ახლო, უმეტესობა დიდი ახლოვანებით შეხვდა, აი ჩვენ გადავდივართ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაზე. სხვათა შორის ერთი რამ იცოდეთ, ეროვნული საზოგადოება თავისთავად სამოქალაქო საზოგადოებაცაა. ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი. რა თქმა უნდა, მაგრამ ეროვნულობის გარეშე სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა, გავიხსენებ ერთი სულნათი ჩვენი დიდი ადამიანის სიტყვებს, ეროვნება არ აქვს მხოლოდ ცხოველებს. ხალხო, გაუფრთხილდეთ ჩვენს ეროვნებას და შევინარჩუნოთ ქართული ეროვნული საზოგადოება. აღზარდოთ ახალი თაობები ეროვნული იდეოლოგიით და ჩვენ ვერავინ ვერ წაგვაქცევს. სხვათა ძალიან კარგად აქვთ ამათ ნასწავლი შაჰ აბასის
გამონათქვამები და შაჰ-აბასის შეგონებები. შაჰ-აბასმა თქვა ქართველ კაცს ვენახი აუჩეხეთ და იქ აღარაფერი ესაქმება თვითონ წავალ. დღეს კახეთში იწყება რთველი და როგორც ჩანს ისევ ერთლარად იბარებენ ყურძენს, როდესაც ქლიავი გახდა 8 ლარი, ერთლარად და კიდე 1 და 80-ია მე მგონი ხო, საფერავი. და ეს იმას ნიშნავს, ყველაფრის ფასით, ქლიავის ფასი თუ მატულობს, გენაცვალეთ, აღარ უნდა მოიმატოს ამ ყურძნის ფასმა. რა თქმა უნდა მოიმატოს, მაგრამ სპეციალურად ცოცხალი თავით არ უმატებენ, ღვინის ქარხნებს აღრჩობინებენ ამას. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ღვინის ქარხნები რაც არის, სულ ყველა ძალიან დაახლოებულია დღევანდელ ხელისუფლებებთან. და აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, იძულებულს ხდიან ქართველ გლეხკაცს თვითონ მიაჩეხოს ვენახი და როდესაც აჩეხავს ვენახს, მას საქართველოში უკვე არაფერი საქმე აღარ ექნება. გადავარჩინოთ ერი, გადავარჩინოთ ქართველი. საქართველოში ქართველი გადასარჩენი რო გახდება, აი ის მაშინ არის საქართველო დაღუპული. ნახეთ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა. ანუ საფუძველი იმისა, რომ რაღაც სოციალური სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები მოგვარდეს და ასე შემდეგ. იმპორტზე აგებული ეკონომიკა და ტურიზმზე აგებული ეკონომიკა, რომელიც პროპაგანდის ქვეშაა მოქცეული ამ ვითომ და ეკონომიკური სპეციალობები რამდენიმე კუდრაჭაი უნივერსიტეტში რომ არსებობს, რომელიც 40 წლის წინანდელი მენქიუს სისულელით კიდე გეუბნებით სანაგვეზე გადაგდებული შეხედულებით დღესაც ასწავლიან, მათ შორის თბილისის უნივერსიტეტში, ეს კიდე ცალკე პარაზიტული წარმონაქმნია ეკონომიკაში და ტურიზმი თურმე ყოფილა, როგორც სექსუალურად ამბობენ, ქართული ეკონომიკის დრაივერი. ოხ, რა სიტყვა რა ესე. იმ წუთში გონების ერექციას იწვევს და ესე იგი ტურიზმი ნებისმიერმა ოდნავ პროფესიონალურმა ეკონომისტმა იცის. არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დამატებული ღირებულების მქონე სფერო. ისეთ შესანიშნავ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ცხადია, ტურიზმი იქნება კარგად განვითარებული, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი რესურსის გამოყენება, ერთ-ერთი სეგმენტი ეკონომიკაში. ერთ რამეს გეტყვით ტურიზმთან დაკავშირებით. ტურიზმი სტაბილურობასთან არის პირდაპირ კავშირში. სტაბილურობა ქვეყანას თუ არ ექნება, ტურიზმი არავის არ ფიქრობს. ნახეთ მეორე უბედურება. ყველაზე მოწყვლადი ბიზნესია. ნახეთ მეორე უბედურება. მე ამაზე ანალიზი გავაკეთე. ისეთი გიგანტი ტურისტული ქვეყნები, როგორც საბერძნეთი და ესპანეთია, იმდენად არასწორად იყვნენ ორიენტირებული, რომ როგორც კი მსოფლიო კრიზისები გაჩნდა, ლამის გაკოტრდა, რომ არა ევროკავშირის პოლიტიკური ინტერესები და 80 მილიარდი და მერე კიდევ უამრავი ფული არ მიეცათ, ისინი კოტრდებოდნენ. ესე იგი, ტურიზმი ორმაგად საშიშად აქვს საქართველოს ხელისუფლებებს დაფუძნებული. ტურიზმი რომ იყოს შენი აქცენტი და არის, მაგრამ რაც ფული შემოდის შენ ქვეყანაში, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელ მრეწველობაში და ასე შემდეგ რომ დებდე, კიდე რაღაცას გაამართლებდი. არა 10,000-ობით მიწა სასოფლო სამეურნეო დაუმუშავებელი რჩება მთელ ქვეყანაში 100-200,000 ჰექტარი. პლუს ტურისტმა რომ შემოიტანა აქ ფული, აქ ეს ფირმები გარბიან ჩინეთში, თურქეთში, ირანში, იყიდიან იქ ყველაფერს, ესე იგი ქართული ტურიზმი საკუთარ მომსახურეობის სფეროს კი არ ავითარებს და რაღაც წვრილმანით დანარჩენი მიაქვს და სხვის ქვეყანას აფინანსებენ. რა არის ამის მიზეზი? მე ამის მიზეზად მაინდამაინც მზაკრობას არ ვთვლი. ეს არის პროფანი, ეკონომიკის სამინისტრო, ეს არის კლასიკური პროფანული, აბსოლუტურად არც ერთი პროფესიონალი. უცოდინრობა. ეს არის სრული უვიცი, ეს არის იმ წყალწალა უნივერსიტეტებში, წყალწალა განათლება მიღებული ხალხი,
სოფლის მეურნეობა და ეს არის კლანური მმართველობისა და უცხოური გავლენის ქვეშ ყოფი, აბსოლუტურად გამანადგურებელი სოფლის მეურნეობისა, ნიადაგის გამანადგურებელი ყველაფერი და საქართველოს მთავრობა, რომელიც არის ნეოლიბერალურ კლაპოში ჩაძირული და შეხედულებათა სისტემის ფარგლებში მოქმედებს, რომელიც ევროპაში და ამერიკაში სხვადასხვანაირად ამერიკელებმა გადააგდეს, ევროპა ირჩება შიგნით, რაკი ჩვენ ღირსებით მივდივართ ევროპაში, თუ ასე გაგრძელდება, ევროპაც რა დაემართება, თქვენ მალე ნახავთ, მაგრამ ჩვენ ჩავყვეთ სამარეში ევროპას, საქართველოს მომავალი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსები არაფრით არ არის დამოკიდებული ევროპაზე, არაფრით და ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელმაც ეს არ იცის, მაგრამ იდეოლოგიური შტამპები იმდენად არის. ამ ნეოტროცკიზმით მოწამული, რომელიც ნეოლიბერალიზმის სახელს ატარებს დღეს, ჩვენ ქვეყანას დარტყმის ქვეშ გვიყენებენ. კიდე გეუბნებით, ჩვენი ქვეყანა დარტყმის ქვეშ რომ არ იყოს, ჩვენ უფროსი თაობის წარმომადგენლები ამ ინიციატივას არ ავიღებით თავზე, რაღაც არ მომწონს, უკეთესი გაკეთდება. 90-იან წლებში უფროსმა თაობამ უღალატა თავის ქვეყანას, იმიტომ რომ გადგა გვერდზე, იმ წყობის იყო, ინფანტილიზებული იყო და ასე შემდეგ ჩვენ. გვერდზე არ გადგა, პირდაპირ დაუდგა, ნაწილი დაუდგა გვერდით. და 2025 წელს ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ უფროსმა თაობამ გაიმეოროს იგივე პასიური პოზიცია, ამიტომ ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე ეს ინიციატივა, სხვა გზას რომ ხედავდეთ, ყველა კუთხე კუნჭული ვნახე პოლიტიკისა და გითხრათ სიმართლე, პოლიტიკური სისტემა განადგურებულია, პარტიული სისტემა განადგურებულია, აქ არ არის პოლიტიკური ცხოვრება, ეს არ არის პოლიტიკური რეალობა, რომელიც დაფუძნებულია პოლიტიკური ინფრასტრუქტურაზე, ყველაფერი განადგურებულია. მხოლოდ ეს გზა არსებობს, რომ ქართველებმა ძალა იგრძნონ, ქართველებმა ერთმანეთისკენ გზა იპოვონ და ერთად დადგან. დიდი მადლობა ბატონო მემო. მინდა ახლა ბატონ დავითთან გადავიდე ესეთი შეკითხვით. ეს ჩვენი გადაცემის ფაქტიურად ეს პირველი ბლოკი უკვე რომელთაც ვაპირებდით ჩვენ ამ პატარა ანონსის წარმოდგენას 27 სექტემბრის აქციისას ეს ფაქტურად გავლილია ძვირფას ტელემაყურებლებო და ძვირფასო თანამემამულენო და თანამოქალაქენო, თანამემამულენო, ქართველებო, მამულიშვილებო. დანარჩენს მოისმენთ უკვე, როდესაც ჩვენ 27-ში გვექნება აქცია. გელით ყველას, მოუთმენლად გელით და მე სამართლიანობას მიმაჩნია, რომ გთხოვოთ მოვწონდეთ. საქართველოსთვის საჭიროა საკითხი გადარჩენა, ქურზე კაცი უნდა იყოს იქ და უნდა დავდგეთ, ეს იქნება საინფორმაციო მიტინგი და მაშინ ჩვენ აუცილებლად იქ წავიკითხავთ იმ მოთხოვნებს და საბოლოო ჯამში ამ მოთხოვნებს მიეცემა დოკუმენტის სახე და ეს უნდა გადაეცეს როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს და ალბათ საქართველოს პარლამენტსაც. და მას რამენაირად უზრუნველყოფთ ჩვენ მერე და უნდა ჩაიბარონ ეს, რომ არსებობს ხალხთა მოთხოვნა ამის. რაც შეეხება ახლა მეორე საკითხს, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს, ბატონო დავით, უფრო თქვენთან მექნება ამ თემაზე საუბარი. ბოლო პერიოდში თითქოს პარალელურად ჩვენი ორგანიზაციის, ქართულთა დიდი გაერთიანების პარალელურად თითქოს და რაღაცა მოძრაობა წამოიწყეს უზენაეს საბჭოს დეპუტატთა კორპუსმა გარკვეულმა, არა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, არამედ რაღაც ნაწილმა, შეიძლება ეს დიდი ნაწილიც არის დღესაც დარჩენილი, ცოცხლად დარჩენილი დიდხან საცოცხლოდ ისინი ღმერთმა და როგორც მოусმინეთ ჩვენი რაღაც ჩანაწერი იყო ამ არ ვიცი ის
რა სესია იყო, რა უფლებამოსილებით იყო ეს სესია და მინდა რომ განგვიმართოთ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენ რა გარკვეული ურთიერთობა გააქვთ იმ მათ წარმომადგენლებთან, ერთ აქტიურ წარმომადგენლებთან და რა მოხდა, რა ხდება. დღეს დილით მე თქვენ გუშინდელ ჩართვასაც მოусმინე და მე მინდა ეს ტელეკომპანია PKTV-ის ეთერითაც გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა და ჩვენმა თანამემამულეებმა. ჩვენ თუ ვინმე ქართულ საქმეს გააკეთებს, ყველა გვიყვარს და ყველა ჩვენს ყველით ვთვლით ყველას. მაგრამ რა მოხდა, რა აღადგინეს, რაღაცა აღადგინეს და მინდა რომ ეს თქვათ. მოკლედ, პატრიცემულო ტელემაყურებლებო, 5 სექტემბერს შეიკრიბა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დეპუტატთა ნაწილი და გამოაცხადეს, რომ მარტო დეპუტატები არ იყვნენ რამდენი კი იყო რაღაც ნაწილი ისეც და გამოაცხადეს, რომ შედგა ქორუმი. პირველი თავარი შეკითხვა იქვე დაიბადა ის, რომ მათ უნდა წარმოედგინათ სია იმ უზენაეს საბჭოს წევრებიდან რამდენია ცოცხალი, ხო დღემდე, რომ ქორუმზე როდესაც საუბრობთ. პირველი ესმოდას მერე, რა თქმა უნდა გამოცხადებულიყო ასევე უნდა თუ ვინ ესწრება ამას, გვარი სახელები და სია. მარტო თქვენს რომ იქნა ეს 22 დეპუტატი და ქორუმი შედგა. და უფლებამოსილია ჩაატაროს სესია. პირველი ნიუანსი ახლა უზენაეს საბჭოს დღევანდელი თავმჯდომარე თუ ესწრებოდა. გეტყვით ახლა პირველი ნიუანსი სამარცხვინო ნიუანსი იყო ეს თითქოს მთელი იურისტები ყავდა ჩართულიო ასე პასუხეს და მარტო იურისტი რა შუაში აქვს. იურისტის ის არ არის ესა მარტო უფლებამოსილება თუ კარგად ერკვევიან და თუ ჩართული იყვნენ აი ამ მიმართულებაში ამ სამართლებრივ საკითხებში სპეციალისტები, კარგად უნდა იცოდეთ ნებისმიერი იმას რომ ვკითხოთ უბრალოდ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს იმან იცოდა ის რომ ჯერ უნდა გადააყენო რაღაცა თანამდებობის პირი თქვათ აგრონომი ხომ და მერე დანიშნო მეორე ხომ ასეა ბატონდებურ ერთი და იგივე თანამდებობაზეა საუბარი თუ წინას არ გაანთავისუფლებ შტატი ახალს როგორ დანიშნა ახალს როგორ დანიშნა ერთ-ერთმა ასე ვიპასუხა რომ მანამდეო პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გურამ აფსანძე, ბატონ გურამ აფსანძე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად და წინა ვინ იყო მეთქი, ვეკითხები. ეხლა მაგას რომ ვინ გაბედავდაო, ქალბატონი მანან არ ჩვადოს რომ ვინ გადააყენებდაო. კანონს და სამართალს ასე უდგები, ვინ გაბედავდა და ვინ არ გაბედავდა. ეხლა ეს უკვე სესია და უზენაეს საბჭოს კი არა, ეს არის სიცხე. ეს არის სიცხვილი საზოგადოება 32 წელი ელოდება ქვეყანა აი ამ ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოსგან რაღაცა კვალიფიციურ რაღაცა იმას ხო გამოსვლას და ამ დროს სამარცხვინო ამბები ხდება ასევე მოხდა დროებითი პარლამენტის ან უზენაეს საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნაც ისე რომ წინა ვინ იყო არ ვიცი და ვინ არავინ არ გაუთავისუფლებია ეს იყო სამარცხვინო ჩემი აზრით და უმთავრესი თავარი კიდევ ჩვენ როგორც ვიცით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს ამ ლეგიტიმურ ორგანოს თვით ლიკვიდაცია არ გამოუცხადებია და ხელი არ მოუწერია კაპიტულაციაზე. აქედან გამომდინარე რა აღადგინეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია ესეც. არამხოლოდ საზოგადოებისთვის არის გაუგებარი. რა უნდა აღადგინო თუ არ გაუქმებულა, ხო? დაუშვათ ეხლა მოდით ასე ჩავთვალოთ, რომ ყველაფერზე თვალე დავხუჭეთ და აღადგინეს როგორც თვითონ აცხადებენ კანონიერი ხელისუფლება. ჩვენ ვიცით რომ ლეგიტიმურია იურიდიულად დე იურეთ, მაგრამ დე ფაქტოთ არ არის, ხო? დე ფაქტოთ სულ სხვა ხელისუფლებაა და სულ სხვა ძალაუფლებაა ხო ქვეყანაში. თუ შენ აღადგინე და თვლი რომ ყველგან მოქმედება უნდა დაიწყო ქვეყანაში, მე ისიც ვუთხარი და მივმართე რომ მაშინ ველოდებით მეთქი მოქმედებაში მოიყვანოთ 92 წლის 13 მარტის დადგენილება.
დაიწყეთ მაშინ და გელოდებით მე. არაფერი ამის გავსი, ეს ძალიან ბევრი დეპუტატი სხვათაშორის ისე იყო მისული იქ მესაუბრებო, აგებაში არ იყვნენ, აზე მივიდნენ. თითქოს აი ეს ორი პოლუსი რომ არის ნაციონალური, ეს უნდა იცოდეთ მაინც, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება და ქვეყანაში არეულობა თითქოს გამოდის არბიტრის როლში, კანონიერ ხელისუფლება, რომ ქვეყანაში სიმშვიდე შემოიტანოს და ასე მოტყუებით რამდენიმე დეპუტატი მიიყვანეს იქ, პირადად მე მესაუბრე, თქვენ შესწრებოდით მაშინ, მაგრამ თქვენ ვერ ისმენთ, ყველა ხო ვერ მოისმენდა. ერთ-ერთი უზენაეს საბჭოს დეპუტატს, როდესაც ვესაუბრებოდი, აი ესე არ ვიცოდიო, ამის გამო დამიძახეს. ეს არის ჩემი აზრით, მოკლედ რომ რეზიუმე გავუკეთო, ეს არის სახელობანას თამაში, მაგრამ თავარი შეკითხვა, ძალიან კარგი შეკითხვა დასვით. თავარი, რასაც აი აქ არის ყველაზე დიდი მზაკრობა, რატომ მაინც და მაინც დღეს თქვენ კარგად ერკვევით ბატონ დემურ და თქვენს, ბატონ ზაქარია, თუ კი ასე მარტივად შეიძლებოდა ამის აღდგენა, ხელისაწევი და დეპუტატის შეკრება, უფრო დიდ მზაკრობასთან გვაქვს მაშინ საქმე, ფუქსავატობასთან გვაქვს მაშინ საქმე, სად იყვნენ მაშინ ეს უზენაეს საბჭოს დეპუტატები ამდენი წლები და რატომ არ გააკეთეს ეს ქვეყანურობამ დღეშია. მაგრამ აქ აქვს ერთი რამ, ვინც მოადგილედ დანიშნეს ეს ჩუქუა, ეხლა არ მინდა ყველა შევეხო, უშუალო პირდაპირი კავშირი აქვს კიევში ნაციონალური მოძრაობის არახამიებთან და ამათთან. უშუალოდ კავშირი აქვს ჩამოთვლილი იყო იქიცით თქვენს ხო? ირინა სარიშვილი, გუბასანიკიძე, ანა დოლიძე, ეს ნაცკლასტერებთან გუბასანიკიძე, ესენ სულ ყველასთან ამათთან, პაატა ბურჭულაძე და ეს განაცებული დეპუტატები, რომელთაც შუაში უდგათ აგერ ხაბეიშვილმა გამოაქვეყნა ეხლა ამ სამი დღის წინ. ლევან ხაბეიშვილი და აქეთ განან კემულარია, ბიმურზა აფრასიძე, აი პირდაპირ ამის კარტოთეკა ხელში უჭირავს ქალბატონმა ანარჩოზე ზვიად გამსახურდეს ქონდა ეს კარტოთეკები ყველასი, ნომრიანი კაკებეშნიკი, ბეჟან ჯავახია, რომელიც აქ გამოვიდა და მე კარგად შევამტი აქ რუსთაველზე, რომ ისეთი რაღაცეების თქვა, ესე იგი, რომ ზვიად გამსახურდია, დააბრუნა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსიო, ანუ ვითომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოუშვენებია, საზოგადოებამ არ იცის, რომ თვით პუტინი რომ პუტინია, პუტინმაც კი გააფრთხილა აი ეს მივიცი ნამდვილად ეს ერთ-ერთმა დიდმა დეპუტატმაც მომიყვა, ცნობილმა და თვით ქალბატონმა მანანამაც იცოდაო, რომ გადაასვენეთო, არ გვინდაო, რომ იქ უნდა დაიბომბოსო და განადგურდეს მისი საფუძველი. ეს იყო მთავრობის სასახლის ქვეშ რამდენიმე ბეტონად ესე ბეტონი იყო ზევიდან დასმული. და თვითმანაც შეიკავა თავი და არ დაბომბა, სანამ არ გადმოასვენებდნენ, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან მივიდა ქალბატონმა, რასაუბრებ ერთი 100,000 დაჯდებაო დოლარიო და მეო მაგისთვისო 1 ლარის არ მემეტებაო, მაგ საქმისთვის. აი ეს არის სინამდვილე, რო იცოდეთ და აი ეს გათახსირებული ბეჟან ჯავახია, განაცებული ბეჟან ჯავახია, ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილმა კი არა, ცოტნე გამსახურდია, იბრძოლა, იწვალა და ჩამოასვენა საქართველოს. გამსახურდია ბატონ და ჩამოასვენეს და იმდენი ხალხი გამოვიდა გარეთ. რეფერენდუმად მონაწილეს. მიხეილ სააკაშვილი ფანჯარასთან იდგა და ფარდან ესე იყურებოდა, შეშინებოდა. ეხლა რასაც ბატონი დავით ჭაბუკაშვილი საუბრობს, მას სრული უფლება აქვს. ღირსეული ცხოვრება გაიარდა, ზვიადის თანამებრძოლი იყო. ამიტომ მე ვერ მივცე მას. ახლა კვირაში 3 დღე კოლხურკოში მეძინა ხოლმე გველო. ამიტომ მოხარული ვარ. ერთად მოვკიდეთ ამ უზარმაზარ საქმეს. ჩვენ ძალიან ღირსეულმა კაცმა, ნოდარ მაისურაძემ მიგვიწვია შეხვედრაზე, რა თქმა უნდა. დავითი მე როგორ ვიქნებოდი წინააღმდეგი, მოხარული ვიქნები, ყველა მათ დაძახებაზე მივიდე, მაგრამ იქ
დადგმული წამოვედი, იმიტომ რომ პირველივე სიტყვებიდან იყო დავა და ის ხალხი იყო ზუსტად აქ ნახე მე აშკარად ჩანდა დაგეგმილი იყო და ესეთ ღირსეულ კაცს როგორც ნოდარია შეურაცხყოფაც კი მიაყენეს გაუგნებული ვიყავი იმიტომ რომ საუბარი იყო არა იმაზე თუ რა საშინელ მდგომარეობაშია ქვეყანა და ეს ჩვენ როცა გავაკეთეთ აქცენტი რომ სამართლიანობა და კანონიერება უნდა აღდგეს ჩვენ ამას არა რაღაც წარსულში მიბრუნებაზე იმიტომ ვაკეთებთ რომ ამ კრიზისიდან რომელიც ქვეყანაშია შექმნილი სხვა გამოსასვლელგზა არ არის რატომ არ არის სხვა გზა მე მინდა მაყურებელმა ძალიან ყურადღებით კრიზისია ერთი ხელისუფლება შევარდნაძის მეორე ხელისუფლება შევარდნაძის მესამე ხელისუფლება შევარდნაძის ყველა არის არალეგიტიმური მათ ვერ დააბალანსეს, კაიგი, მოდი არალეგიტიმურად, მაშინ დააბალანსა ქვეყანა განვითარების გზაზე წაიყვანეთ და შენ ავტომატურად მიიღებ იმას ხალხისგან, რომ უბედურება მოხდა, მაგრამ ამან მოიტანა შედეგი. კრიზისია, თქვენ ნახავთ, ეს ხელი მე გუშინდელ გადაცემაში და შაბათს ვისაუბრე, რა დიდი პრობლემებია. ხუთშაბათს და ოთხშაბათს საქართველოში იზოლაციაშია ქვეყანა მოქცეული ხასოსო არ არსებობს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური რესურსი რომ მან კრიზისი დაძლიოს და შეძლოს მრგვალმაგიზდასთან ხალხის თავარი ნაწილის პირიქით იმდენად უჭყუა რომ კონფრონტაციაზე აგებს მორევაზე აგებს თავის გუნდს დაერივნენ ერთმანეთს, კი მაგრამ ეს თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი დაჭერა რომ უნდა და მთელი მისი კლანი მეკუთვნებაში იყო ჩართული, მთელმა ქვეყანამ იცოდა და ვერ გავიგე მე რა სიჭერენ. ამიტომ ხას უსვამ. მინდა ყველა გულიანმა და საღმა ქართველმა იფიქროს. არც ოპოზიციას, არც ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური რესურსი, რომ კრიზისი რა არის, კრიზისიდან უნდა გამოხვიდე. შენ კრიზისში კი არ უნდა შეხვიდე უფრო ღრმა. ჩვენ როცა ვთქვით, რომ ამ ხელისუფლებას ოდნავ მაინც პოლიტიკური ჭკუა რო კონდეს, რასაც ჩვენმა თვითონ აიღებდა თავის თავზე. რატო აიღებდა თავის თავზე? ის იტყოდა, უკანონობაა ჩადენილი, პარლამენტის ორი დადგენილება არსებობს, რომ სამხედრო გადატრიალება იყო. არაფერი ახალი არაა საჭირო. რაც იზამდა ოცნება ჭკვიანი რო იყოს. ოცნება იტყოდა, კანონიერება უნდა აღდგეს. ეს მთავრობა გადავა დროებით მთავრობაში, ახალ არჩევნებამდე, ყველაფერი გაგრძელდება, არავით არის ფირწლები და არავით არის შენ ჩამოდი და მე დავჯდები შენ ადგილზე, არა. კონსენსუსი რო შედგეს საარჩევნო კანონზე, ყველა უნდა დაჯდეს და ცივილიზებული ნორმალური კანონი უნდა მიიღოს, რომელიც გამორიცხავს ყველა იმ საზღვრებებს, რაც ქართულ საარჩევნო კანონმდებლობაშია და იმ საზღვარ ორგანიზაციაშია, რომელსაც CSKO ქვია, რომელიც დასავლეთში იმდენად მაგრად არის დატრენინგებულიო, რო იტყოდნენ გაყალბების მთელ სისტემაზე, გაყალბება ქართული არ არის, გაყალბება იქედან მოვიდა. აიღებდა ამას, გამოაცხადებდა აბატონო ნიშნავთ არჩევნებს უზენაეს საბჭოთან ერთად, რომელიც არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია, მოემზადეთ არჩევნებისთვის, დროებითი მთავრობა აგრძელებს მუშაობას, ახალი მთავრობა, რომელიც იქნება, ჩამოიღებს ყველა მტვერიან საქმეს, რომელიც არ არის გამოძიებული, რაც წესიერი სასამართლო გზით დაждდადია დაისჯება, რაც არ ისჯება და შეუძლებელია დამტკიცება, ყველაფერი ამინისტრირებული უნდა იქნეს და ჩვენ ხვალინდელი დღიდან სუფთა ფურცლით დავიწყოთ ცხოვრება, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო, კულტურა, ქართული ხალხის მომავალი ითხოვს ამ წარსულიდან განთავისუფლება. ბატონო დემური, ერთი მომენტიც. ეს გასაგებია რომ ყველაფერს გამოიძიებს ის ახალი, მაგრამ აუცილებლად უნდა გადაისინჯოს ამ 30 წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებები, თავისთავად მოდის ხელშეკრულებები, ეს არის და რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ამას ვერ მოვიცილებთ. ესე იგი,
ხარ ძლიერი ოცნება გიჭერს ხალხი შეკაიკაცო გადადგი ისტორიული ნაბიჯი მაგის ეშინია ზუსტად გადადგი ისტორიული ხო გაქვს ბატონო ბიძინა მილიარდები რომ მოკვდები $1 ვერ წაიღებ იქეთ არ მოსულა გამიგეთ ხო კარგი ამ მილიარდებს კიდე 4 მაგდენს მიამატებ მე რა ხო ხედავ რა მდგომარეობაში ხარ ეხლა არის საჭირო პოლიტიკა ეხლა არის ქვეყანა გადასარჩენი თუ ჩვენ დაუშვით ტრაგედია კიდე გეუბნებით ჩვენ ყველაზე დაწყევლილი თაობები ვიქნებით იმიტომ რომ საქართველოს დღემდე მოტანას 1000-ობით თაობა 100,000-ობით კაცი შეეწირა ჩვენ დავკარგეთ იმ წარსულთან კავშირი მარტო ბაქი ბუქი ვიცით რატომ იცით რატო დავკარგეთ შახაბასის პერიოდი აიღეთ სხვა შემოსევები აიღეთ ქართველი მე მენტალური წყვეტა როგორც მინდა ის გითხრათ ქართველი მეფე დაუძახებდა და მტერი შემოსევდა იარაღს იღებდა ხმალს ხელში ცხენზე ჯდებოდა და ბრძოლის ველზე გარბოდა და ასეთივე ცხენზე შემჯდა და ხმლიან კაცს ეკვეთებოდა ეს სხვა მენტალიტეტია ეს სხვა ფსიქოლოგიაა ცოლშვილი თაში ყავდა გახიზნული არაერთხელ ავხსენი მე ინჟინერი ვარ პირველი განათლებით და ტექნოლოგია ვანჭა იონის სათქმელია გახიზნა მთაში რა გახიზნა ურევი შეკრა თავისი წვრილშვილი დააჯინა ურევზე ერთი 10 დღე იარა სადღაც მე რა იქ ჰოტელში დაიქირავა ნომერი თუ პანსიონში შეიყვანა თუ რაღაცა საყდენი ექნებოდა რაღაცა უნდა დაეტანა ჩამოვიდოდა თუ გადარჩებოდა წავიდოდა ისევ და შეიძლება ეს ცხოვრებაში ორჯერ სამჯერ ანდა თუ დაიღუპებოდა მაშინ ჩვენ გავიწყდება ქალს რამხელა ფუნქცია ქონდა ქართულ კულტურაში და ქართულ ისტორიაში ის ქალი მარტო დარჩენილი ხდებოდა ამ შვილების ბურჯანახეთ ერთი ხმალ მე არ ფსიქოლოგიას გეუბნებით დღეს ეხა ცხენზე რო შეჯდა ხმლით იღიარ მე გეუბნებით ფსიქოლოგიას თქვენ კაცი გესმით ხმლის ამღები ხედში და ამის გამკეთებელი რა სხვაობა დღევანდელ კაცზე მაგრამ ქართველებში ასეთი სული შემორჩენილია და ჩვენ სწორედ ამ სულს ვაგვიძებთ ეხლა და ეს სული გვინდა დავიყენოთ ამ ქვეყნის დასაცავად და ამ ხალხს ვეძებთ ცირამის დამატება მინდოდა დავასრულო ის თემა ესე იგი ბოლოს რა მიზანი აქვს ამათ ხომ აი ამას რო აკეთებენ უზენაეს საფრთხეზე მაქვს ტრაგედია მე ვფიქრობ რომ ტრაგედია ძალიან დასავლეთის ლიბერალური ძალები აი რომელსაც ლეგიტიმაციას საუბრობ ყველანაირად ცდილობენ თქვენ მოისმენთ რამდენჯერ მეახსენეს ხო ჩვენ მშვიდობიანად დავამხობთო მშვიდობიან დავამხობის ის ტერმინი არ ვიცი რა მშვიდობიანად დავამხობთო და ეს დაკვეთა აი ამ ზუსტად აი ამ ნაციონალურ მოძრაობასთან არის შეკრული ეს კლასტერი მთლიანად აი ეს განაცებული განოსეს უკვე დროშების რევოლუცია და ამათ უსურთ შეთანხმებულები არიან თუ კი ამ მიზანს მიაღწევენ რომ მოხდება მშვიდობიან ეს გადატრიალება ლეგიტიმაცია გადასცეს აი ამ დასავლეთ ლიბერალურ ძალებს აი ამ 25 დეპუტატის ხელით აი ეს ასუქი ეს არის ძალიან მე ვფიქრობ მე მხოლოდ იმის უფლებას ვირცემ თავს რომ ქვეყნისთვის ფუნდამენტალურ საკითხზე ასე პოლიტიკური ინტერესების დონეზე მიდგომა არის დანაშაულია ნამდვილად ეს და უმეცრება ჩემო ზურფასებო მე მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა და ჩვენ მაყურებელმა ეს ალბათ ძალიან კარგად იცის და ვინც დღეს დაუშვათ პირველად შემოგვიერთდა ტელევიზიის მაყურებლად და მინდა თქვენს ჩემო ზურფასო სტუმრებო გითხრათ ესეთი რამ რომ ტელეკომპანია PKTV-ის ეთერში დაახლოებით 6 წელიწადია ჩვენ მოვიპოვეთ 1992 წლის 12-13 მარტის ჩანაწერი ვიდეო ჩანაწერი სრული გვაქვს და დღეში ორჯერ მაინც გადის ხოლმე ეს ჩანაწერი ტელევიზიით 4 წლის მანძილზე იმას მაინც უმოუსმინეთ თქვენ კაი ადამიანებო თქვენა და უყურეთ მაშინ იქ რას ლაპარაკობდით და ეხლა ლევს ლაპარაკობთ ეს ხალხი რომელმაც გუში წინ თუ რა ვიცი 5 რიცხვში აღადგინეს თუ შექმნეს რა ვიცი ახალი რაღაცა უზენაეს საბჭო
მაშინ რებს საუბრობდით ის ნახეთ და დღეს რებს საუბრობთ. შეადარეთ ამბავს. მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვდის. მე არ მინდა ჩვენი გადაცემა ისე დავამთავროთ. ჩვენ მოსახლეობას სამართლიანი პროტესტისთვის და სამართლიანი ბრძოლისთვის მოუწოდებთ და თუ სამართლისთვის ვიბრძვით და სიმართლისთვის ვიბრძვით და ქვეყნისთვის და ერისთვის ვიბრძვით, აუცილებლად ესეთ მოძრაობას თითოეული ეროვნული კაცი დასაკარგი არ ყავს. მე მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ირაკლი დოკვაძეს, ტანჯულს, საქართველოსთვის ტანჯულ ადამიანს, რომელიც 26 და ჩვენ იქ 26 წელიწადია თუ 27 ვეღარც ვითვლი უკვე, რომ პატიმარია ეს კაცი, გადაასწრო ნელსონ მანდელას, გადაასწრო თავისი პატიმრობის ხანგრძლივობით, თუ კი დედამიწაზე ვინმე პატიმარი ყოფილა. როდემდე უნდა ყავდეთ ეს კაცი გამოკეტილი, რა საშიშრებას წარმოადგენს ამათთვის, როდესაც მე არ ვიცი, თუ დაავიწყდა ირაკლი დოკვაძე ქვეყანას, დაავიწყდა ერს, ბერს, სამყაროს დაავიწყდა და დაგავიწყდათ თქვენს, ჩემო ძვირფასო უზენაეს საბჭოს დეპუტატებო. ამოიღეთ ერთხელ ხმა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე ვლაპარაკობთ და გუშინ წინ რო დაიჭირეს პოლიტპატიმრებს ეძახიან იმ ადამიანებს. ნამდვილი პოლიტპატიმარი თავისუფლება მოითხოვა. რამდენი წელი გაიგო? 27 წელია ციხეშია ვისთვის? 34 წლის განმავლობაში სულ 4 წელი თუ 5 წელი იყო გარეთ. ვისთვის? სამშობლოს სიყვარულს ესე მოკლედ გიპასუხებ და მე ბატონო დემურჩ მე რამდენჯერმე ისე დაკვრის პირად საუბრებში ჩვენ საუბრობთ ხოლმე ამ თემას და თუ კი არა აუცილებლად უნდა წაიკითხოთ თქვენ მისი ისტორია და უნდა ვიცოდეთ ჩვენ სულ ყველამ რა მიზეზით და ვის მიზეზით. რა თქმა უნდა მაშინვე ვიცოდი რაღაცები, მაგრამ ეს არასაკმარისი ცოდნა არის. ხო, პირველი კომპანია PKTV, ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასებო, თითქოს ერთადერთი კუნძულიღაა თავისუფლების დარჩენილი დედამიწაზე, მარტო ჩვენ ვლაპარაკობთ ამ უკანონობაზე. არ შეიძლება კაცი 29 წლის ბიჭი შევიდეს ციხეზე და 75 წლისა უწევს გამოსვლა. რა დააშავა? შეკრებითობით გაუგარდა. საერთოდ მიუმატა და ეგცა იმათ რა. 20 წელი ქონდა სულ მიშილი იმ კაცს. ან რას უშვებდნენ გარეთ? აქამდე უკვე 2010 წელს გარეთ უნდა ყოფილიყო უკვე. ხო? რაღაც გამოუშვით ხალხო, თუ ისე უკან შეგეტრიალებინათ და მე ისე უნდა ზედ დაგემატებიათ რაღაცები. რაზე მოუხადეთ ამ კაცს ბოდიში, რაზე გადაუხადეთ ის 20,000 ლარი კომპენსაცია რო ტყუილა იჯექიო ციხეში, თუ ისე ის უნდა გაგეხსენებინათ. ძალიან დიდი ბოდიში ჩემს მაყურებელსაც თქვენს რომ ცოტა, მაგრამ ეს საკვანძო საკითხია. მე არ მიმაჩნია არც ერთი ბრძოლად თუ უკანონოდ დაშილებზე არ იქნება იქ საუბარი. თუ მოთხოვნა არ იქნება, აბა გაიხსენეთ როგორ მიდიოდა ჩვენი ეროვნული მოძრაობა. არც ერთი მიტინგი არ ყოფილა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის გარეშე. ყოველთვის იყო ეს. და ეს აუცილებელია, ეს შემადგენელი ნაწილია ბრძოლის. იმიტომ რომ ეროვნული ხალხი ეროვნულ ბრძოლაში უნდა იყვნენ და არა ხელოვნურად გამოთიშულები ამ პროცესიდან. და ირაკლი დოკვაძეს ძალიან დიდი სარგებელი შეუძლია რომ მოიტანოს ეროვნულ მოძრაობაში და ამ ეროვნულ ბრძოლაში, ამ მამულიშვილურ ბრძოლაში. დავფიქრდეთ ამაზე და გელით ჩვენი მთელი გაერთიანება 27-ში 3 საათზე ვთქვით ხო ბატონ დავით 3 საათზე ჯერჯერობით ვიცით ჩვენ მხოლოდ რომ ეს უნდა იყოს რუსთავის მეტროსთან შეკრება და იქ ან გადავწყვიტავთ სად ერთად გადავწყვიტავთ თქვენთან ერთად როგორ ჯობია გადავინაცვლებთ სხვაგან თუ იქ გავაგრძელებთ თუ მსვლელობას მოვაწყობთ გენით იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი ვიქნებით იმედი მაქვს რომ შემდეგ აქციაზე კიდევ
გამრავლდებით და კიდევ გამრავლდებით და ეს ძალიან დიდ ზვირთად და ზვავად უნდა იქცეს თუ გვინდა რომ ჩვენ ანგარის გასაწევი ძალა ვიყოთ და საქართველოსთვის სასიკეთო საქმეებში ხელი შეგვეწყოს. სხვანაირად ჩვენ უძლურდი ვიქნებით, მარტო კაციო, ქართული ანდაზაა, ჭამაშიაც ბრალიაო და ბრძოლაში ხო ცოდოა და ცოდო. სხვანაირად რჩება აი ზუსტად ამ მიმართულებით გაგრძელება და ან ქართულ ოცნებას უნდა დაუჭიროთ ხარი, ან ნაციონალურ მოძრაობას და ბოლომდე დასამართეს ეს ქვეყანა. ეს სრულიად ახალი რეალობაა ბატონ დემურ. ჩვენი იმით შემოტანილი სრულიად ახალი ეტაპზე გადავდივართ ახლა 27 სექტემბრიდან ჯვართამაღლებიდან ჩვენ უნდა ვიაროთ ქრისტეს გზით, ქრისტეს სიყვარულით, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქართველიერი და უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო. მოდით ფუნდამენტალური რამით მე დავასრულებ ჩემს ნაწილს არის კრიზისი, ხო? შენ ან უნდა დაძლიო კრიზისის გამომწვევი ყველა მიზეზი და გახვიდე უკვე განახლებულ ტრაექტორიაზე, ან და ეს კრიზისი შევა სიღრმეში და უკვე სხვა სცენარი ვითარდება. როდესაც მოსაგვარებელი აღარაფერი გექნება, იმიტომ რომ ამ კრიზისმა შენ წაგაკლა ყველანაირი კრიზისი გადაყვა. უცრავ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური რესურსი დაძლიოს ეს კრიზისი. ის ბალანსირებს კონფრონტაციის დონეზე და კიდევ უფრო სიღრმეში შედის და ერთადერთი რის გამოც იგი ბალანსირებს დაპირისპირებას არის ის, რომ სხვა ძალა ქვეყანაში არ არის. ბატონ დემურ, მე მინდა რომ ჩვენ მაყურებელს კარგად აუხსნათ, ეს კონფრონტაცია პოზიციასა და ოპოზიციას შორის არ არის. ნუ იფიქრებთ მაგას. ეს კონფრონტაცია, რაც ახსენა ბატონმა დემურმა, ეს არის მოსახლეობასა და ხელისუფლება ოპოზიციას შორის. ისინი ერთ პანაკში არიან, ერთ ხარესთან. ისინი ერთად მართავენ დღევანდელ ამ ბედკრულ საქართველოს. ამას თუ მართვა ქვია. კი ბატონო. მე მგონი ჩვენ ამოვწურეთ, ხო? კი ბატონო, ერთად როგორ არ მოვწურეთ. 25 კაცი ხონა გადაგებია შინცილაგენი ხარ. ცოტა ხო, ვისაუბრეთ უფრო მეტი დრო გამოგვიდა მე და ბატონ დემურს, ბატონ დამეჩარდა. შემდეგ გადაცემაში მე რაც საქმე ხომ არ დაამატეთ რამეს, რომ პარიტეტი იქნას ლაკონიურად მიყვარს ხოლმე. პირდაპირ მაშინ ესე დავასრულოთ რა, ერთიც მოღალატეა, მეორეც და იმის წირო იყო ის შევარდნაძისთავრობად, ის იქიდან დაიწყო ყველა ღალატი. ეს არის მოღალატე მთავრობები, ეს არის დამნაშავე მაოხრებელი რეჟიმი, რომელმაც რეალობა დაგვანახა დღეს, როგორ ნადგურდება ქართული არ არის მოღალატე მთავრობები, არის ერთი მთავრობა. არა, მთავრობები არის, მაგრამ რეჟიმია. ზიად გამსახურდია თქვა, ბევრი იქნებიან, მაგრამ ყველა იქნება ერთი. რეჟიმი ერთია, მაგრამ მთავრობა მესამეა. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, დიდი მადლობა ბატონ დავით, დიდი მადლობა ბატონ მე ხო არ მიგონებ აგერ. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ქართველებო, ჩემო ძვირფასო და ჩემო საყვარელო მამულიშვილებო, ჩვენ მამულს გადავარჩენთ. თუ იქნება ნება თქვენი და თუ იქნება ნება ღმერთის. ღმერთის ნებით, ჩვენის ძალით, ყველაფერი რიგზე იქნება. მე მინდა ესეთ ცოტა ოპტიმისტურ ნოტას დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ბოდიშით რომ თავი შეგაწყინდეთ, მაგრამ ეს სხვანაირად არ გამოდის. დიდი მადლობა. გელით 27 სექტემბერს შუადღის 3 საათზე, ანუ 15 საათზე.